Jujutsu Kaisen-ის მეოთხე სერია აბსოლუტური პიკი იყო, მაგრამ ანიმაციაც ისეთივე კარგი იყო, როგორც უშუალოდ ბრძოლა და სერია. მოკლე პასუხი იქნება კი, აბსოლუტურად. მაგრამ ეს ხარვეზების გარეშე არ ყოფილა. რაც ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ სერიაც 9 საათიანი იყო და არა 20 წუთიანი, ასევე მთელი სერია იყო ექშენი ფაქტობრივად და ისიც გასათვალისწინებელია თავისთავად, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ყველა სერია ამ დონის შრომას და წვალებას მოითხოვდა ანიმატორებისგან და რეჟისორებისგან. კონკრეტულად მეოთხე სერიაზე რომ ვისაუბროთ, ბევრი სცენა იქნებოდა, რომელიც ანიმატორებისთვის ძალიან რთული და საკეთებელი იქნებოდა, მაგალითისთვის ექშენ სცენებისაც ძალიან ბევრი პერსონაჟი მოძრაობს და ბევრი პერსონაჟის ერთდროულად ანიმაციება მოუწევდათ და ასევე უშუალოდ მაკის დიზაინიც ძალიან რთული იქნებოდა დასახადად მისი შრამებიდან გამომდინარე. ანუ ნებისმიერი ანიმატორისთვის აბსოლუტური კოშმარია, როდესაც პერსონაჟის დიზაინში გეომეტრიული ფიგურები და შრამები ამ მსგავსი დეტალებია. იმიტომ რომ პრაქტიკულად შეუძლებელია 2D ანიმაციაში ეს დიზაინები ყველა კადრში, ყველა სცენაში და ყველა პერსპექტივიდან ერთ-ერთი ისე დახატო, როგორიც საჭიროა და ერთმანეთს გავდეს. თუმცა კი ამას ჩემთვის პრანად დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, იმიტომ რომ მაყურებლების უმეტესობა ვერც კი შეამჩნევს ამ ხარვეზებს და განსხვავებას ნახატში. ამაზე დამატებული ისიც რომ ჩემ დაგასაკუთრებით მხოლოდ 2-3 კადრი და მომენტი იყო, როდესაც ნახატი განსხვავებულად იყო დახატული, როგორც წესი, როცა მსგავსი დიზაინებია ხოლმე გამოყენებული ანიმაციაში და ნახატებში ბევრად მეტი შეცდომებია ხოლმე. ხოლო რაც შეეხება რეჟისურას და ქორეოგრაფიას, Jujutsu Kaisen-ის ანიმეს ერთ-ერთი საუკეთესო ქორეოგრაფია აქვს ყველა სერიაზე, რაც კი ანიმეებში მინახავს. რეჟისურის მხრივ ასევე გოშიზონო არაჩვეულებრივი რეჟისორია, ყოველთვის კრეატიული და დინამიკური კომპოზიციები იყო ყველა სცენაში. რაც ამ სერიაშიც ჩანდა, ექშენ სცენებშიც და ჩვეულებრივი დიალოგის სცენებშიც კომპოზიციები არაჩვეულებრივად იყო განაწილებული. პირველ ნახევარში უფრო ხშირი იყო დაბალანსებული კომპოზიციების სიმეტრია, კადრი კადრში, როდესაც პერსონაჟები მოქცეულია ერთგვარ ჩარჩოებში და ისინი დაბლოკილია შენობებით, კედლებით ან სხვა საგნებით. ასევე გამოყენებულია პერსპექტივის ხაზები, ნეგატიური სივრცე და სამების პრინციპი. მარტივად რო ვთქვათ, მაყურებლისთვის ფოკუსის წერტილი ყოველთვის აშკარაა და მაყურებლის თვალი პირველი გარბის პერსონაჟებისკენ. ასევე პირველ ნახევარში რეჟისორი ერიდება პერსონაჟების სახეების ჩვენებას, ყოველთვის მიახლოვებული კადრია ან შორიდან არის გადაღებული კადრი, რაც დაძაბულ და უსიამოვნო ატმოსფეროს ქმნის მაყურებლისთვის. ხოლო როდესაც ექშენ სცენებზე მიდგება საქმე, კადრები მუდმივად სწრაფად იცვლება სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა რაკურსიდან სცენები, მაგრამ ამავე დროს კარგი ქორეოგრაფიის და კარგი სტორიბორდინგის გამო სცენები მაინც ადვილად მისაყვალია. და იმის გათვალისწინებით არის, რომ თავისთავად ეს ექშენ სცენა კონკრეტულად უნდა იყოს ქაოტური და გაურკვეველი. ყოველ შემთხვევაში წესით და რიგით უმეტესობა ადამიანს მაინც არ უნდა ქონდეს პრობლემა იმის გარკვევაზე და აღქმაზე ბრძოლის სცენებში რა ხდება. ასევე ფერების დიზაინი, როგორც სხვა სერიებში, ამ სერიაშიც არაჩვეულებრივია. გამოყენებულია უფრო მეტად მუქი მკვეთრი ფერები, მაგრამ უფრო მეტად desaturated, ანუ მონაცრისფრო ელფერი გადაკრავს ყველაფერს და ეს განსაკუთრებით სიცოცხლე ჩანს სერიის პირველ ნახევარში, მაგრამ სისხლისთვის გამოყენებულია მკვეთრი წითელი ფერი, რაც ძალიან მომწონს, კარგ კონტრასტს ქმნის ერთი მეორესთან. და ასევე ძალიან მომწონს სტილისტური არჩევანი, როგორ იცვლება მოულოდნელად სცენა შავ-თეთრ გრაფიკულ სტილში. უფრო მეტად ამ Kill Bill-ის რეფერენსს მაგ სტილს იყენებენ. სცენებისთვის გამოყენებულია როგორც წესი 60-30-10-ის პრინციპი. ანუ სცენაში 60% იკავებს ერთი ტონი, 30% მეორე ფერი და მეორე ტონი და 10% მესამე დამხმარე ტონი. და პირველ ნახევარისთვის შერჩეულია უფრო მეტად ცივი, მოისფრო, მოლურჯო ტონები, ხოლო მეორე ნახევარისთვის თბილი, მოყავისფრო, ნარინჯისფერი და წითელი ტონები. და ამ ფერების დიზაინისთვის უნდა ვუმადლობდეთ ქალბატონ ეიკო მაცუშიმას, რომელსაც ასევე არტისტად ძალიან ბევრ სტუდიო გიბლის ანიმეზე აქვს ნამუშევარი და არაჩვეულებრივი არტისტია და დიზაინერი, ხოლო ფონების არტისტი იყო ჯუნიჩი ჰიგაში. ერთი-ორი კრიტიკა რაც მოვისმინე ონლაინ კომენტარები და პოსტები იყო უშუალოდ ნახატებთან დაკავშირებით. ანუ ნახატები უშუალოდ იყო, როგორ ვთქვა, inconsistent. ყველა კადრში და ყველა სცენაში არ იყო ერთ და იგივე დონის. და უშუალოდ ნახატების ხარისხში და ასევე ლაინ-არტი კონტურები ამ ყველაფერში განსხვავება იყო სხვადასხვა სცენაში პერსონაჟების დიზაინში. და ზოგიერთ სცენაში პერსონაჟები ოფ-მოდელი იყო. რასაც თავისთავად მიზეზი ექნებოდა ანიმატორები როგორც წესი არც თუ ისე სახარებიელო სიტუაციაში მუშაობენ ხოლმე და მოკლე დროში უწევთ ხოლმე ანიმაციის გაკეთება, თუ არ ჩათვლით გამონაკლისს სერიებს, მაგალითად მერვე სერია, რომელსაც ერთი კი ანიმატორი ყავდა მხოლოდ და
სხვა შემთხვევაში ქი ანიმატორებსაც და უმეტესწილად იმ ბიტვით ანიმატორებს ყველას არ შეუძლია ერთ დროზე ხატვა. განსაკუთრებით ბევრი შესწორებების შეტანა დასჭირდებოდათ ანიმაციის რეჟისორებს. ეს უკვე იაჯიმას იქნება, ეს თუ განსაკუთრებით შოტა იამაზაკის აშკარად ემჩნევა ანიმაციის ხარისხს და ნახატების ხარისხს და სტილს. და დიდი ალბათობით როგორც ხდება ხოლმე, როდესაც Blu-ray-ისთვის გამოდის ხოლმე სერიები, ამ შემთხვევაშიც Blu-ray-ისთვის შეასწორებენ ამ ხარვეზებს. ასევე განსაკუთრებით შესამჩნევი რადგან იქნებოდა ნახატების ხარისხში და დეტალებში სხვაობა არის ეფექტების ანიმაცია და ფონები. ეფექტების ანიმაციაზე მეტად მარტივ სტილში დახატული ფონებთან შედარებით, რომელიც როგორც უკვე თქვი, არაჩვენებელს გამოიყურება. და ბოლოს ბევრი ადამიანი აღნიშნავდა, რომ ნაოიას ფინალური შეტევა რეფერენსი იყო ლუფის შეტევისა, რომელიც ბილამეცნიერებთან გამოიყენა. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ანუ აშკარად იუტაკა ნაკამურას ლეგენდარული ანიმატორის ანიმაციებს გაუკეთეს ომაჟი, რომელიც გაკეთებული ჰქონდა საგმირო აკადემიისთვის და სხვა ანიმეებისთვის. და პლუს თუ ვინმე ჩემი ნახატების და ანიმაციების ნახვა აინტერესებს, ინსტაგრამზე და ტიკტოკზე მაქვს ხატვირთული.